გავირჩევი სოციალურ ქსელში სტატუსებით, მე თქმა უნდა, სიყვარულზე და ყველაზე მეტად სელფებით. ანუ გიყვარს ეს სელფების გადავიდა როგორც ჩანს. სოციალურ ქსელში ბევრი სტატიაც არის გამოქვეყნებული, რომ ეს არის მიჩვევა, ჩვევადექცაა და ანუ მეც ალბათ ის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც არის დამოკიდებული ამ სელფზე. და ყველაზე მეტად იყიდაობთ მეგობრებთან, ხო? მეგობრებთან მარტო, ზოგადად ხდება, რომ ცა ხასიათზე არ ვარ, იმ დროს ჩემთვის, მაგრამ ყველა სურათი არიდება სოციალურ ქსელში. ანუ მხოლოდ ის, რომელიც ანუ შეიძლება გადავიღო 100 სურათი და დავდო 1 სურათი. ანუ რომელიც მოგეწონება. ხო. ცნობილი ადამიანები თუ არიან შენს ფოტოებში? ცნობილი, რა ვიცი, გადამიღია ენერგეტიკის მინისტრად ბაქოს ფეხბურთელთან. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო თავის დროზე კახი კალაძე. რა ვიცი, ბევრი ცნობილი კომპოზიტორი, მუსიკოსი, მომღერალი ყოფილა ისიც, მაგრამ გამორჩეულად ერთ-ერთი იყო, რომ თავის დროზე 2001-ში დავიწყე ფეხბურთის გულშემატკივრობა და ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ჩემთვის კახი კალაძე და გამოვარჩევდი ამ სელს, რომელიც მაქვს კახი კალაძესთან. ანუ კახი კალაძესთან სელფი გააქვს Facebook-შიც. Facebook-ი ხა ახალი აკაუნტი მაქვს და მგონი იქ არ მაქვს. აჰა. როგორია შენი სამუშაო დღე? ერთი დღე. ჩემი სამუშაო დღე პეოლივში ვიღვიძებ. 9 საათზე ვიწყებ სამუშაოს და ვიღვიძებ 1 საათით ადრე. მე მზადები ჩვეულებრივად. მოვდივარ სამსახურში, მთელი დღე ვარ აქ, შეიძლება იყოს ისეთ პერიოდი, რომ პერიოდზეც ვერ მოვახერხო გასვლა. ჩვეულებრივად არის, როგორც ყველა საჯარო მომხმარეს, მეც ვიწყებ 9-ზე და ვამთავრებ 6-ზე. და ეს შენთვის არის დამღლელი, ანუ იცით როგორ არის, მე სანამ საჯარო სამსახურში დავიწყებდი მუშაობას, ფანაერი გრაფიკი ქონდა უფრო მოძრაობაში, ანუ ერთ ადგილას როგორც ეხა ოთახში ვძივარ და ანუ ვერ ჩერდები. ანუ თავიდან რომ დავიწყე ძალიან მიჭირდა. პირველი თვე მართლა მიჭირდა და მაგრამ ეხა უკვე ისე შევეჩვიო, შეიძლება გავიდეს 2 დღე, 3 დღე, რომ მე პერიოდზეც გარეთ არ გავიდე. ესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ხარ თქვენ საკრებულოში. რამდენად არის შენთვის ეს თანამდებობა ახლოს? იცით რა, ზოგადად ხალხთან ურთიერთობა მიყვარს პრესასთანაც თავისთავად, იმიტომ რომ მაქვს გარკვეული გამოცდილება ჩემი ასაკის მიუხედავად, საკმაო გამოცდილებას ვფლობ. რა ვიცი, ალბათ ეს სამსახურია, სადაც ჩემი თავი ვიპოვე. სოციალური ქსელიდან ვიტყობთ, რომ შენ ყავს კიდევ იდუმალი შეყვარებული, რომელსაც არ გიხდოთ და ხო არ გაგვიხდით ჩვენ წინა საახალწლოდ. ასე ვთქვათ, პატივს ხო არ დაგდოდით. იცით რა ზოგადად. მე ვარ თვითონ ადამიანი, რომელიც არის სიყვარულზე შეყვარებული. კონკრეტული პიროვნება არ არსებობს, მაგრამ მე მიყვარს ადამიანი, ვისთან ერთადაც მომავალში უნდა ვიყო. ვაი, დედა, ეს რა მემართება, მუხლი მეკვეთება, სული მეხუთება, გული მინდის და ფლად დავიღუპები, ეს ყმაწვილი თუ არ ჩამეხუტება. ანუ ყავს ასეთი ადამიანი? არა, ყავს. არ მყავს, მაგრამ ხო არის ადამიანი, ვინც მომავალში მაგასთან ერთად უნდა იყო. მე მიყვარს ის ადამიანი. მომგვარი სიზმარა. მომგვარი დედაჩემი. It's Michi. It's Gogo. It's Michi. It's Gogo. It's Michi. It's Gogo. It's just Mari. I can't say it isn't Tuare. Who can get it? What's going on? არის თუ არა შენი განწყობა წინა საახალწლოდ? იცით რა არის, წელს რაღაც განსაკუთრებული ახალი წელი მაქვს. თვითონ არ ვიცი რატო, იმიტომ რომ რაც მამა ჩემი გარდაიცვალა, ძალიან ისე ვერ ვხვდებოდი ახალ წელს როგორც ადრე. თუმცა მამა ცოცხალი იყო, მაგრამ წელს არ ვიცი რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. რაღაც განსაკუთრებულად მიხარია და რაღაც განსაკუთრებულად ვებზადები 2015 წლის შესაძლებლად. მინდა მივულოცო ყველა ჩემს Facebook-ის მეგობარს, რა თქმა უნდა. მივულოცო მინდა
იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან უჭირს. ის არის სოციალურად გაუცვლელები. მინდა რომ 2015 წელი ყოფილიყოს მათთვის ერთგვარი ამოსუნთქვის წელი. რაც მიზნად აქვთ, რაც ოცნება აქვთ, ნაწილობრივ, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც ახდენოდეთ. მინდა ახალი წელი მიულოცო ჩემს მეგობრებს. არის ესეთი ორგანიზაცია, რომლებიც განაგით სადაც საქართველოა. მინდა მიულოცო სპორტის კომაკებს. მინდა მიულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია და ვისაც არის მნიშვნელოვანი დღე. რა ვიცი, ყველა ადამიანს მიულოცავ, ჩემს თანამშრომლებს მიულოცავ, მეგობრებს, ნაცნობებს, მეთქმა მრავალს დაგასწროთ. ბედნიერად, ჯანმრთელად და ეს წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი და თქვენი ოცნებების ასრულების წელი. ჩემი დღე როგორ იწყება? ჩემი დღე დიდი ვიძება მის ნახევარზე როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ წლებია ესე ხდება. შემდეგ ვებზადები სამსახურში წამოსასვლად, მაგრამ ჩემი სამსახური არ იწყება აქ საკრებულოს აპარატით, არამედ იწყება სკოლით. ვინაიდან მოგხსენებათ ვარ პედაგოგი. ანუ პარალელურად ვარ პედაგოგი, დიახ, და კვირაში 4 დიდი საათებში ვარ სკოლაში. დილით 9:15 დააკლდება ისე, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ გავდივარ სკოლაში, ვატარებ გაკვეთილებს და ჩემთვის ძალიან საყვარელი საქმიანობა. სკოლაში ვრჩები დაახლოებით 11-ის ნახევრამდე ან 12-ის ნახევრამდე. მხოლოდ და მხოლოდ 5 ჩავარდით დღე მაქვს სკოლისგან თავისუფალი. ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში ჩვეულებრივ და იწყება ჩემი მეორე სამსახურის უკვე, სადაც ეს მნიშვნელოვანი ნაწილს ვატარებ, ჩვეულებრივი დღე, საქმიანი დღე, სამუშაო დღე და დაახლოებით რომელიც გრძელდება 6-7 საათამდე, ანუ გააჩნია როგორი. ანუ ორ სამსახურს ერთმანეთთან თუ ათავსებთ, ანუ როგორია, განსხვავებულია? განსხვავებული ნამდვილად არის, ვინაიდან სკოლა მაინც ბავშვებთან ურთიერთობას მოითხოვს, თუმცა ორივეგან ურთიერთობაში ვარ. ამ შემთხვევაში სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობაში, აქ კიდევ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გააჩნია როგორი მისთან გვაქვს შეხვედრები, რა საქმიანობებია დაგეგმილი იქიდან გამომდინარე. მაგრამ რაღაცნაირად არის გავსა. ანუ შენთან ახლოს უფრო რომელია? სკოლა თუ ორივეა ჩემთან ახლოს, იმიტომ რომ მე სკოლის გარდა კიდევ რამოდენიმე წელია ვარ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური კოორდინატორი და შესაბამისად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ვარ სამოქალაქო განათლების ტრენერი და აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის რაღაცა განსხვავებული და ნუ რა თქმა უნდა საჯარო სამსახური, ეს უფრო განსხვავებული სფეროა, აქ უკვე სხვა ურთიერთობებზეა საუბარი, მაგრამ როგორც ასეთი არ გამჭირვებია და ჩემთან ახლოს არის ორივე საქმიანობა. როდის სრულდება შენი სამუშაო დღე? ჩემი სამუშაო დღე ძირითადად როგორც ყოველთვის სრულდება 6 საათზე, მაგრამ გააჩნია თუ რაღაც ისეთი საქმეები გვაქვს, რაც მოითხოვს რომ უფრო გამოგრძელდეს და რა თქმა უნდა გრძელდება 7 საათამდე, 8 საათამდე. გააჩნია რა ხდება. ანუ დამღლელია ერთგვარი. დამღლელი რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ მე ფაქტიურად სანამ ამ სამსახურში მოვდიოდი, მანამ სკოლაში ვმუშაობდი, სკოლა 3 საათამდე გრძელდებოდა, მაგრამ ბოლო 2 წელი უფრო გვიანობამდეც მიწევდა შიგადაში, ვინაიდან ტრენინგებსაც ვატარებდი და ყოფილა შემთხვევები, რომ 7 საათამდეც გრძელდებოდა. ანუ შენთვის ახალი არ არის ეს და? ახალი არ არის, დატვირთვა ჩემთვის ნამდვილად არ არის ახალი, იმიტომ რომ ყოველთვის აი ბოლო 4 წელია რომ სულ დატვირთვით მუშაობ და ეს დამღლელი რა თქმა უნდა არის, მაგრამ სასიამოვნო დაღლა. მიხარჯები მაქსიმალურად და რაღაც ვერ წარმომიდგენია რომ ჩემი სამუშაო დღე დამთავრდეს 2 საათზე ან თუნდაც 3 საათზე, სადაც იქნება უცხო ჩემთვის და ანუ გინდა დაიხარჯო. მინდა რომ დაიხარჯო კი. თუ არ ვიხარჯები უფრო ვიხარჯები. და შენი განწყობა როგორია? ჩემი განწყობა ძალიან სასიამოვნოა, ახალი სამსახურია მაინც.
ახალი განწყობით ხვდები და ძალიან მიხარია მით უმეტეს წელს ახალ წელს ჩემს ოჯახში პირველად ძმისშვილთან ერთად ხვდები და შესაბამისად უფრო მეტ სიხალიძეს მიქმნის და სულ იმის ფიქრში ვარ ეხლა რა სიურპრიზი გავუკეთო ძმისშვილს ერთადერთი ძმისშვილი მყავს წლის დასამთის და ძალიან მინდა რომ გავახარო და რაღაც ისეთი განსხვავებული საჩუქარი გავუკეთო. ანუ სიურპრიზი გამომდა და სახს. დღემდე ვფიქრობ და ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრე რა შეიძლება გავუკეთო. და ნუ შესაბამისად ძალიან დიდი სიხარული, სიახლეების მოლოდინში და საუკეთესოს მოლოდინში ამ განწყობაზე. და შენ პირად ცხოვრებას პირად ცხოვრებისთვის ცოტა არ იყოს ნაკლები დრო მიჩება და პირად ცხოვრებაზე საუბარი ეს არ მიყვარს ხოლმე საჯაროდ და ყოველთვის თავს ვიკავებ. ანუ მოქმედი პრინციპით სიყვარულსა მალვავდა? არც ისე შეიძლება, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის. გასაგებია. ახალი წლიდან უკვე ახალი შემართებით, ახალი იდეებით ვიმუშაოთ, ახალი ხალისით, განწყობით და ძალიან ბევრი კარგი და კეთილი საქმეები ვაკეთებთ. და ვის მიულოცავდით ახალწელს? სრულიად საქართველოს მიულოცავ ახალ წელს, ჩემს მეგობრებს მიულოცავ ახალ წელს, ჩემს მოსწავლეებს მიულოცავ ახალ წელს, ხვავის ბარაკის სიხარულის სიყვარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს, სიახლეების წელი ყოფილიყოს ეს წელი. ვთვლი რომ წარმატებით დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გასაკეთებელი ძალიან ბევრია და ვიმედოვნებ რომ 2015 წელს უკვე წელი უფრო წარმატებული და უფრო ბედნიერების მომტანი წელი იქნება თითოეულ ჩვენგანისთვის. დიდი მადლობა და დიდი გაიხარეთ თქვენს რაოდენობას.